გამარჯობა. დღეს ოქტოპუსის ბიჭები და ჩვენი მეგობრები ალექსა, რაბანა, ჰიტა, ჯითუ და მირო შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ერთად გავარკვიოთ თუ ვის შეუძლია ყველაზე კარგად სიცილის შეკავება. თამაშის წესები მარტივია. გაგეცინა, წააგე. ზარის ხმაზე იწყება რაუნდი და მონაწილეები მაქსიმალურად ცდილობენ თავი შეიკავონ სიცილისგან. თუმცა იმისთვის, რომ ბიჭებმა არ მოიწყინონ და სალაპარაკო გქონდეთ, გვექნება ჩელენჯები და კითხვები. აი, აბა როგორ ხართ მეგობრებო? ჩვენივად თავად ბატონო. მე ძალიან კარგად, დიდი მადლობა. პირველ რიგში მადლობა ბიჭებო, რომ მოხვედით, გვესტუმრეთ. წესები იცით ხო ყველა, აგიხსენით, სანამ დავიწყებდით ჩაწერას. აქცენტი რო არა აქვს რაღაც. სანამ დავიწყებთ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი წარმდგენი არის ბეტსონ სპორტი. დიდი მადლობა მათ გვერდში დგომისთვის. შეგვიძლია ნელ-ნელა დავიწყოთ. პირველ რაუნდს გახსნილად ვაცხადებ. მეგობრებო, პირველ რიგში მინდა რომ გააცნოთ მაყურებელს თქვენი თავი. რიგრიგობით. მირო დაიწყე შენ. გამარჯობა, მე ვარ მირიანი და მოვედი მოსაგებად. პას. როგორი იყო? ანუ გაიცინა საგა. პირველი ძაო გავარდი. ხადაო უკვე დაწესო. მირო, რა შენ გააკეთე ახლა მაგას ქვია სიცილი. და რა არის იცი ეგ გათვლილი იყო რომ პირველზე კარგად ვერ მიხვდებოდით წესებს, ასე რომ პირველ სიცილს ვყავდით. და მიზეზი ამის არის ის, რომ თავარი მოცემულობა არ იცოდით. ეს არის ის, რომ ჩვენ პირველ ადგილოსნისთვის გვაქვს ჯილდო. ეს არის 1000 ლარი, რომელიც ჩაერიცხება მას კრედო ანგარიშზე. ოკეი. 1000 ლარს უთამაშობთ, გეთქვათ აქედან. ეხლა უკვე სერიოზულად მოეკიდებით მე მგონი ამ საქმეს. პირველ გაგდებულზეაო. რა მაინტერესებს ბატონ წამყვანო, იცი? აბა გისმენთ. როდესაც პიროვნებას გაეცნება, მერე რომ უბრალოდ ის ხო ვარდება და ჩვენ რომ მერე გავიცინოთ. კი. არანაირი პრობლემა. შეგვიძლია თუ თავარი არის პირველ ანუ სარგაგეცნო. X-ის მერე სიცილი. X-ის მერე მოხდეს. მე ვიცინით. ბოდიში, ბოდიში. ზარზე აღარ ვიცი. მეგობრებო, ჩვენი პარტნიორი კრედო ბანკი გაძლევთ საშუალებას, რომ მიიღოთ სესხი მანქანის შესაძენად და ასევე აიღოთ სესხი მანქანის უზრუნველყოფით. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ხდება და სრულად ონლაინ. მისაღებად შემოსავლის დადასტურებაც არ გჭირდებათ და ასევე ინარჩუნებთ მანქანის მართვის უფლებას. შეგიძლიათ ავტოსესხი აიღოთ MyCredo Mobile Bank-ში ან კრედო ბანკის ვებ გვერდიდან და ისარგებლოთ სწრაფი, მოქნილი და კომფორტული პირობებით. რაუნდი დაიწყო. ალექს, ნუზი ხარ ჩუმად, გისმენთ? გამარჯობა, მე ვარ ალექსა, ბევრი წლის და მიხარია რომ აქ ვარ. რატო უფრო დიდია თუ შენ? მე. ლუდი თუ შეიძლება რომ დავლიოთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დალიო ლუდი ჯითო. მოგესალმებით მეგობრებო ყველას. მე რაბანას მეძახიან, თავში საპრიდა მოვდივარ, დამპირდნენ რომ გააცინე და მოიგეში გავხვალ და მოგაგებინებთო და იმედია რომ დღეს მე 50 ლარი წავალ აქედან. მადლობა ძალიან დიდი. მოგესალმებით, მე ვარ ლუკა კალატოზი და ვიზრუნებ დღეს რომ რაბანამ ვერ მოიგოს 1000 ლარი და ოქტოპუსში დარჩეს ეს თანხა. მადლობა. გამარჯობა, მე ვარ გიორგი და ვარ ალკოჰოლიკი. დავნე ხო? გიორგი გისმენთ? გიორგი გისმენთ? დიახ, თქვენ, კალატოზი. ეცინება მე მგონი. გიორგი რაშია საქმე? გიორგი გათავისუფლდი ამ დაიცალე. 1000 ლარი არ გჭირდება ეგრე ძალიან ხო? მე გიორგი ვარ, გამარჯობა. გამარჯობა. 31 წლის და ვცხოვრობ თბილისში. ჯითუჯი. მოგესალმებით. მე ვარ გიორგი სიცილიიდან. და ჯერ ესეთ რთულ ვიდეოში არ ყოფილვარ არასდროს. პას. ჰიტა გისმენთ? რატატატატა, მე ვარ ბლატატა, მე ვარ ჰიტა და მაქვს ბიტა უყრი დანაც ვინც მე მწყვიტა. რატატატატა, მე ვარ ბლატატა. ძალიან სასიამოვნო იყო ჰიტა. მე მგონი ტაშსაც იმსახურებს ეს ადამიანი. მეგობრებო, გატყობთ რომ წიბზე ხართ ბევრი და შემდეგზე მაგას უკვე როგორც სიცილად ისე ჩაგითვლით. რო იცოდეთ მაინც. რიგრიგობით რო ჩამომითვალოთ, ყველაზე მეტად რაზე გეცინებათ.
მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს იქნება გამოყენებული თქვენს წინააღმდეგ. კაცი შედის მაღაზიაში, სადაც იყიდება მუსიკალური ინსტრუმენტები და 99 მუსიკალური ინსტრუმენტი მომეცითოდა. ბარი მასე აიღეთო და ასე რა კონცერტი ხო არაო. ანუ მუსიკის განხრით ხუმრობებზე უფრო გეცინებათ. კითხვა ვერ გაიგო ჩემი აზრით. ჯითუ გისმენთ. სიტყვა სახელი მიყვარს დიმა რა. დიმა. ვინ? დიმა, ზოგადად დიმა. დემეტრე დიმა. გიორგი გისმენთ. კალატოვსი. მეცინება თქვენ რომ სასპონსორო ტექსტს გითხულობთ მაგაზე და ასევე წეგან მეცინებოდა ძალიან ძლივ შევიკავე I სიცილი. can talk to you right now, call me later, okay? ჩვენი სპონსორი რა არის? ყაზახური იცი? და წეგან გუნდიშავ თქო რომ ალკოჰოლიკი ვარო და შენ რო გაგეცინა მაგაზე მეცინებოდა ძალიან და მარტო მაგაზე რო გაგეცინა გუნდიშავ რომ ალკოჰოლზე იხუმრა მაგაზე მეცინებოდა და აი მანდ მოუჭირე მაგრად. ძალიან სასიამოვნოა. გიორგი გუნდიშვილი გისმენთ. მე მეცინება ყველაზე ძალიან და ყველაზე მაგრამ ხალისობ პაატა თედიაშვილის ნებისმიერ სიმღერაზე. ლუკა, შენ რაზე გეცინება? მე მეცინება ცოტნე გოჩოლეიშვილზე. ძალიან სასიამოვნო. დაგენახო? და მახარას პაროდიას, მახარო აკეთებს პაროდიას ცოტნე გოჩოლეიშვილის. მაგაზე მეცინება ძალიან. შეგიძლია რომ გაგვიგეთო პაროდია? ნუ შეჩემო. ეს არის სულ. რაბან გისმენთ? ბატონ წავყავ, ჩემი გაცინება ძირთად აბსურდული რაღაცეები თუ არის უფრო მეტად შესაძლებელი. რო გვაჩვენოთ მაგალითი რომ მოგცეთ აი ერთი რაღაცა უაზრო არ არის აუცილებელი ხუმრობა იყოს, უბრალოდ მოქმედებაც კი შესაძლებელია რომ რაღაცა აი ვიღაცა დაიმანჭოს რაღაცა გააკეთოს, მაგაზე შეიძლება გამეცინოს. ანუ ჰიტას წარდგენაზე ლამის გაგეცინათ. ლამის, კი. ჰიტა შეგიძლია გაიმეორო. და მე ვარ ბატატა. ამაზე უნდა მე. ყველაზე მეტად. ჰიტა რაოდ მყოფი. ვაპატიო. ეს მე რო არ გამეცინა, არ გაგეცინებოდათ, ხო? არა. არა, მაგას ვიზახდი რომ ყველაზე მეტად მაგაზე. ხო, ბიჭო, რაღაც აბსურდული სისულელე იყო. რაბან ძალიან მწუხარ, ბოდიში, ერთი შანსი მივეცით მიროს, მაგრამ სამწუხაროდ შენ ვერ მოგცემთ მეორე შანსს. იცოდი რაზეც მიდიოდი და მაინც ვერ შეიკავე თავი. ბოდიშს გიხდი, მაგრამ შენ გამოეთიშე 1000 ლარისთვის ბრძოლას. კეთილი. შეგიძლია დატოვო სცენა, მაგრამ დარჩე დარბაზში, რომ სხვებს შეუშალო ხელი შენის ციცი. კი. კარგი, მეგობრებო, დავალაგოთ ეხა სახეები, მორჩეთ სიცილს და გავემზადოთ მეორე რაუნდისთვის. შეგიძლიათ ისაუბროთ, სანამ გეტყვით რამეს. მანამდე თქვენში ერთმანეთში რამე თქვათ? იყოს არ გვინდა. ერთმანეთიც უნდა გავაცინოთ, ხო? ჰიტამ რო განუწყვეტლად იმას ქნას თავის სიმღერა. მე შენ ადგილას ეგრე ვიზავ. კარგი, მოდით, მე მინდა რომ ეხლა ცნობილი ხალხის პაროდიები გამიკეთოთ რა. მოდი, მირო, შენ დაიწყე. ვინმე ცნობილი ადამიანის. ო, ეგრევე გამეცინება ჩემ. შედი ხალო ბუტკაშიო. არა ვარ იმნაირიო. დაგხურავენ. მე მგონი ეს ვისი პაროდია იყო უკაცრავად? ვერ გეტყვით. არ შეიძლება მაგის. მაზიან. კაი, მაშინ ალექსა გაგვიკეთებს ახლა ისეთ პაროდიას, რომელსაც მივხვდებით ვინ არის. იმ დღეს გამოვედი სახლიდან. ჯითუ შეგიძლია მითხრა ვისი პაროდია იყო ეს? აზრზე არ ვარ. ალექს, რო გაგვიმხილო? ცნობილი ტიპი უნდა იყოს აუცილებლად, ანუ უნდა იცოდეს ყველა. მეზობლის პაროდია იყო თუ? თემი უბნელის პაროდია იყო. ლუკა გისმენ, რა, ვინმე ცნობილი ადამიანის. ლუკა უკვე აკეთებს ვოლტის კურიერის პაროდიას. მე არ მეცინება. ნამდვილად არ არის სადაც. ხა და ოფშე ჩემო, ეს არ იცოდი რომ Manchester United გავარდა მესამე ლიგაში 1963-ში. ეს არის ჩემი პაროდია. ეს ტატო ბაციკაძე იყო როგორც. აი, რა მარტივად მიხვდით. რა მაგარი იყო. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მინდა რომ გუნდიშამ რამე პაროდია შემოგთავაზოს, ისე რომ არ გაეცინოს. ამათი დედის რა უნდა გავაჩინო, მაგის დროა. საართულია რომ დარბაზი. კაი იყო გიორგი, მომეწონა.
ურთულესი. მოდი კალა გამოვტოვოთ ეხლა, იმიტომ რომ ისედაც კარგი პაროდიებს აკეთებს, კარგ პაროდიებს აკეთებს კალა და მოდი ჯითუ, აბა შენ შემოგთავაზე რამე პაროდია. სახლში. ყველაზე შევიკავეთ ამ. ჯითუ საუკეთესო პაროდია იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. მართლა. ჰიტა, წუხვარ, მაგრამ შენს გამოეთიშე თამაშს. არა უშავს, აუ წარმატებები ბიჭო. სამამდე დავითვლი და რაუნდი დაიწყება. დაალაგეთ სახეები, მეგობრებო, ძიმე ტურიგელით. აჯეთო ჩემ თმოიგო ფული. აღარ ვიცი თქო. ხო, ვიცად მე აქ. სახლში. ეხლა რას ვხვდები, ისე თვალები რო დავხუჭო და მოგესალმებით, ბატონო. მეგობრ, ყველაზე მოკლე ვიდეო გამოგივას. ჩო, სადამასტრო. რატო შევხედე რამე? ლუკა, არა და ფავორიტი მეგონე ამ თამაშში რო არ მოგატყუო რა. ძალიან მეწყინა რომ დაგვტოვე ესე უცებ და ესე მოულოდნელად. მეწყი. კარგი, შეგიძლია დატოვოს. ვიქნები რა. არა და მომზადებული ქონდა თოკოს რაღაც და რაღაცა ის სუსტი წერტილები. ბარემ რომ სხვას არ გაეცინო. კი, გიორგი, არის ნერვიულო. ბარემ რომ თოკომ წაგვიკითხოს რაღაც და ვიცი. აი, მე დროს რო ჩართავს ეჭვი მაქვს, მაშინ წაგვიკითხავს. 3-2-1 რაუნდი დაიწყო. უნდა შემოგთავაზოთ თანამედროვე პერიოდის, თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი დიდი ბუმბერაზი პოეტის ბონდო ბაბასილის შემოქმედება ზღარბზე. ჯიბეში ხელს რომ ვიყო, შეგრძნება კარგი. არაფერი გეგონოთ, შიგნით მიზის ხარკი. მიყვარს მისი ფერება, კოცნა მიყვარს ნაზი. ჩხლეტის თითზე შეგრძნება მისი ენა ბასრი. თავი განებე ორჩევას მაძლევს ხალხი. ზოოფილო დებილო მეძახიან სახლში. ყველაფერი დავკარგე, ცოლი დედა ბავშვი. დღეში გადააგდეო თორემ გაგთხრით რაკში. ვინც მაგას მეუბნებოდა, ყველა დარჩა წარსულში. ახლა ზღარბს რომ მოვეფერო, ხელს მევიღო ფანუსში. ძალიან ძიმე ლექსი აღმოჩნდა რა. ვიცი რომ ყველანი ძალიან ნიჭიერები ხარ და მინდა ეხლა რომ ყველაზე უცნაური ნიჭი მაჩვენოთ თქვენი. მო ჩემი ნიჭების შესახებ შეც ყველამ კარგად იცით. უცნაური. ხო. მაგრამ ზოგიერთი მათ შორის არის უცნაური. ერთი ყველაზე უცნაური ამოიჩია და გვაჩვენა. ეხავე მოიცა. მეც გამახსოვს. მარგალიტები ლალი და ალმასი, მარგალიტები ლალი და ალმასი, აბრეშუმი ფარჩა არამაზი, აბრეშუმი და ფარჩა არამაზი, დიდელო დიდელი დებისი, სიყვარული 100,000, სიყვარული 100,000. ნედა რამე ვართება. ძალიან კარგი იყო, გიორგი, მადლობა. მე ჟონგლირება შემიძლია ლუდის ბანკებით და გავაკეთო. მიდი აბა. ბანკებით, ანუ ბანკარი ეს. აი ბიჭებო, უყურეთ. მე შენ მოგიწევს მაგის დალევა. კი, no პრობლემა. ბრავო. კაი კლაჩი იყო. ძალიან კარგი იყო, მადლობა გიორგი. და ჯითუ შენ დაგვრჩი რა ერთადერთი რა. მე დიდად არ გამოვირჩევი ნიჭებით. მაგრამ კუილის შეკავება შემიძლია უსასრულოდ. რისი? კუილის შეკავება შემიძლია უსასრულოდ. უსასრულოდ, ანუ არგირო
სიცილის შეყავება შეგეძლოს შეგეძლოს. გული შეყავება უსასრულოდ. მეგობრებო, მზად ვართ? კაი, მაშინ რაუნდი დაიწყო. მეგობრებო, ამდენი სიცილი გვეყოს და მოდი ახლა რაიმე სევდიანი ისტორიები რომ მომიყვეთ რიგრიგობით რა. მოდი კალა შენგან დავიწყოთ, რამე ისეთი რომ აგვატირო. რეალურად ეს ორშაბათობის თემა ყველას გონია რომ ის არის ჩემ მოფიქრებული არა და ქუჩაში ვიყავი უპატრონოდ მიგდებული და ტატომ მიპოვა და ხელი მომკიდა. აი ბიჭია ტატო. კი და მიყვანა და ღადაობთ ეს ვინ დააგდო აქ რა. გაგიჟდი შეჩემაო, ანუ უთხრა ჩემ მეურვეს. გუნდი შენ გისმენთ ახლა. დავამთავრე მე? თქვენ არ დაგისრულებიათ, გქონდათ კიდე რამე სათქმელი? ტატოზე მინდოდა ძალიან ბევრი მელაპარაკა, მაგრამ ეს ფორმატი ვერ დაიტევს იმ მადლიერებას, როგორ მადლიერიც მე ვარ, რომ მან მიმენტორა. გონდიში გისმენთ. მე სევდიანი ბავშვობა მქონდა. ჩვენთან წყალი არ მოდიოდა ხოლმე რაღაცა და მარტო სასმელი მქონდა ხოლმე სახლში და ძირითადად მაგას მასმევდნენ ხოლმე და თვალსმა გატარებული ნახევარი ბავშვობა. სუმშიოდა ხოლმე კიდე და მისაყოლებელიც არის. მისაყოლებელი არაფერი არ იყო. ერთხელ სტუმრად ვიყავი და ვიღაც სხვა ბავშვს შეუჭამე საჭმელი. მაგრამ მე გავიგე რომ ბავშვი არ ყოლიათ იქ ძაღლი ყავდათ და ძაღლის საჭმელი შემიჭამია. მართლაც რო სევდიანი ისტორია. რუსთავის მიმი გამახსენდა. ალექს, რა გავუცდაო. გითხარი რამე ახლა შენს. გადაგვიშალებ. მე და ჩემო მეგობარმა ქობულეთში ვიქირავეთ სახლი, ანუ თანხა გადავიხადეთ და ვისგანაც ვიქირავეთ, ის გარდაიცვალა, ჩვენ რო ზღვაზე ვიყავით რა მაგ პერიოდში. რომ უბრუნდით, ბევრი ხალხი იყო ეზოში და ანუ ისეთ სევდიანი ისტორია რა. და მოგვიწია სხვაგან გადასვლა. ფული გადაიხადეთ, ანუ? ფული გადავიხადეთ კიდევ და რომ უბრუნდით. დადეთ ფული? გადაიხადეთ, დადეთ კიდევაც? ოხალექს. ორი თანხა გადავიხადეთ. მივეცით და თან დაწერეთ. 50 ლარიც დავწერეთ. მეცით და არ მოგცათ ხო? დიახ. ესეთი ისტორია მაქვს მესევდიანი. მე ბატონო ცოტნე მართლა რთული ბავშვობა მქონდა, სამჯერ მოვკვდი, რაც დავიბადე. ერთხელ მკვდარი დავიბადე, ერთხელ დაბადების დღეზე მოვკვდი. 6 მეტრიდანაც ჩამოვარდნილ ვარ. დაახლოებით 9 ავარიაში მოვხვედრილ ვარ, მაგრამ დღეს აქ ვარ. მაგრამ ჰამაკში ჩავარდი 6 მეტრიდან. კი, მე ჭკუა ვისწავლე მართლა. მაგრამ კარგად გრძნობ რა, დღეს თავს. 3 ოპერაცია გასაკეთებელი, მაგრამ მეგობრებო, ეხლა ამდენი რაღაცა იცით ერთმანეთის შესახებ და მოდით, ზედმეტ სახელები რო შეურჩიოთ ერთმანეთს რამე ახლები. სულმნათი მირო. რო აგვიხსნა რატო? სამჯერ მოკვდა და ბაცუცი დაგვაუიწყდა თუ? არა, ეგ მაქვს ესეც, მე უნდა შემირჩიო ახლა. ბასუსი იყოს მაშინ. მეც მაგ მიროს. რა. იაღოველი მირო. გუნდიში არის ფრესკა გივია. რატო? ბევრს სვამს და მაგიტო. ესე შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ბატონო წამყვანო? დიახ, რა თქმა უნდა. შენ შემომჩნია. შეგიძლიათ? შენ გაქ ალექს თუ კიდე ვიბაზროთ. იქით გაქ შენ წესეთ ტელეფონი. მირო რაშია საქმე რო გითხრა შეგიძლია? ვერ უყურებ გიორგი კალატოს. რო თვალებში რო ჩახედო გიორგის და რამე რო უთხრა, აი კომპლიმენტი რო უთხრა რამე, მიდი აბა. ეგ კამერას არა, კალას რო ჩახედო თვალებში. მინდა რომ თქვენი საყვარელი სიმღერები წაიღიღინოთ რა. რიგრიგობით. დავიწყო? კალა დაიწყე.
დაიწყე ახლა. მარგალიტები ლალი და ალმასი, მარგალიტები ლალი და ალმასი, აბრეშუმი ფარჩა არამაზი, აბრეშუმი და ფარჩა არამაზი, ითელა თითელი თითებისი, სიყვარული 100,000, სიყვარული 100,000. ნეტა რამე მართება, არ ვიცი, მე სიყვარულის წყალში ვიწვი, მთვარე ამ ღამეს აუცილებლად ტირიფებთან დამიცდის დერერატარარიტატარა. კარგი არ გამოსვლელს უსმენთ მაინც. ჭიათურაში ხამით ხალხი ანუ ბევრი მრავალწერტილია და ტექსტი ვიცი მელოდია არ ვიცი თქო რა იქ რაღაც არის ეთქო ტირი 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 ან მაგასაც გავაკეთე თავიდან დავიწყე ჭიათურაში ტირი 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 ხამით ხალხი სეირნობს დანარჩენი უკვე საინტერესო აღარ არის ეს მომწონდა ეს ნაწილი მომწონდა მე მოგაწოდებთ ამ ტრეკებს ხოთა შორის კარგი მეგობრებო სანამ გავდიშე რა შემდეგ ჩელენჯს მოგცემთ მანამდე მინდა შეგახსენოთ რომ ჩვენი სპონსორი არის სოკარი სოკარის ნანო პრემიუმი უფრთხილდება როგორც ბუნებას ასევე მანქანის ძრავს და სწორედ სოკარმა გამოგიგზავნათ ეხავე იმარტის ჰოტდოგები ეხლავე შემოვა და უნდა ვჭამოთ რაც შეიძლება სასაცილოდ რაც შეიძლება სექსუალურად რომ მიირთვათ გიორგი ხახვი თუ აქვს არა აქვს ხახვი ძალიან ბედნიერი არინერული ვიცოდი და სპეციალურად ხახვის გარეშე მოვიტანე შენთვის სოსისი აქვს სოსისი აქვს სოსისზე უნდა იყოს მთელი აქცენტი სექსუალურად ჭამის დროს არ მარტავს რა მოხდა ალექს ეგ გაცინება იყო რა რა ქენი ვარზე გადავამოწოთ მაინც რა უცნაურად აუ ხა ვარბან რო გამაგდოს მაგრა გამით მაყურებელმაც ნახა ჩვენც ვნახეთ გადავამოწმეთ მივედით სანახავად სამწუხაროდ ექსიცილი იყო და ბოდიში მაგრამ ეთიშები ბრძოლას 1000 ლარი ძალიან გული დამწყდა არა უშავს მეც რო არ მოგატყუო იმიტომ რომ ძალიან კარგად მიდიოდი და ბიჭებისაც მალე გაეცინებათ ხო დაიწყო შემდეგი რაუნდი ლუკა გთხოვ რომ შეუტანო ჰოტდოგები ბიჭებს სხვათა შორის ძალიან გემრიელი ჰოტდოგებია და აპა გიორგი მირო თვით სტუმარი კაცი ხარ ძალიან კარგია მოდი კავა ეხ შენი ჯერია და გუნდი შუ შეიძლება კავასკენ რო შეტრიალდეს სულ ცოტათი არა ცოტა შემოდი უკან ო ეგრე კაი ყნესა უნდა დაიწყო მე რო ჭამას დავიწყებ არა მიდი ხარ გაგიცნობს გადაგწდება აუ არ ვიცი ვინ უფრო სექსუალურია აი ვერ ხვდები ბოლომდე რა გუნდიშ მიდი ეხა შენი ჯერია და ანახე როგორ უნდა იყო სექსუალური ჰოტდოგით მიდი აუ თან რა კაი შეხვდა კალას მაგარი ვაქნა მეგობრებო მე არ ვაღიარებ გიორგი წუხვა რა გავაკეთო მაგრამ კარგად იბრძოლა არა ჰოტდოგი შემჩა
და შეიძლება არასექსუალურად ჭამა გავაგზავნო. მეგობრებო, ფინალის დრო მოვიდა და ორი ფინალისტი ყავს, მირო და გუნდიშა. სააღო თქვენ გამძლეობას მაო, რა გითხრათ აბა? ძალიან მაგრები ყოფილხართ რა. წავიდა. რაუნდი დაიწყო. არა, საბოლოო ჯამში ხა მაინც მოგიწევს სათვალეების მოხსნა. გთხოვთ რომ მოიხსნათ. გვაქვს დავალება რამე? კი, რა თქმა უნდა, დავალების გარეშე როგორ დაგტოვებდით თქვენ. მეგობრებო, მე ახლა მინდა რომ თქვენ ერთმანეთს თვალებში უყუროთ და კომპლიმენტები უთხრათ ერთმანეთს. ოღონდ გვერდზე გახედვა არ შეიძლება. დაიწყებს მირო. კომპლიმენტი? ძალიან პუტკუნა ხარ. პუტკუ. ძალიან მომწონს შენი ოღონული ცხვირი. ძალიან მომწონს როგორც ჭამ ჰოთ-დოგს და მინდა რომ დაგეხმარო შემდეგში. მე ძალიან მომწონს მარცხენა ყური, რომელიც არ ჩანს ახლა კამერაში, მაგრამ ძალიან კარგია. ძალიან მომწონს შენი სეივები, განსაკუთრებით როცა ესე ვარდები და უკანა ნაწილი ზევით გრჩება ხოლმე. არ ვიცი რა. მე ძალიან მომწონს შორტებში რო გიყურებ ხოლმე, როცა მირტყავ. ას ხელებით რომ დავიყრდენ ისან რაღაცნაირად. მოკლედ, ფინალისტები აღმოჩნდნენ ძალიან ძლიერები და გადავწყვეტეთ რომ დავამატოთ ბოლო გადამწყვეტი რაუნდი. ამ რაუნდის შედეგად გამარჯვებული მიიღებს სრულ თანხას, თუ არა და თანხა გაიყოფა 50-50-ზე. ანუ 500-500-ზე. მზად ხართ? მაგრამ მიდიხართ მეგობრებო? რაღაცნაირ როგორ იკავებდა ისე ელამდებოდა შეშმან თვალები გაურბოდა შაზდიოდა საუკუნე მეგაგიყოს მაო არინერვიულო შენ არა ესო ჩარტეს ვიცოდი უკვე რომ დანძრეული მქონდა. მოკლედ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც მიიღო ვიდეოში მონაწილეობა და მინდა ვთხოვო მაყურებელს, რომ გამოიწერონ არხი და ლაიქონ ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარებში თუ მოგწონთ მსგავსი სტილის ვიდეოები და შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმდგენი არის Betson Sport. დიდი მადლობა მათ. სულ ეს იყო.